მოგესალმებით მეგობრებო. აბონ ციციაშვილი კვლავ განაგრძობს დილის საუბრებს. ეხლა მთელი ჩვენი საზოგადოება და არა მარტო ჩვენი საზოგადოება, სხვაგანაც უკრაინაშიც ყველგან აღშფოთებული ამასა დაკავშირებით, რომ აი ეპშტეინის ფაილები გაიხსნა და ტრამპი არსად არ ჩანს, როგორც პედოფილი, როგორც მოძალადე, როგორც გათახსირებული კაცი. რაშია საქმე? წინასწარ მოიყო, არც იქნებოდა. ელემენტარული აზროვნების საშუალება რო გქონდეს თქვენ ადამიანებო, ვინც ასე ფიქრობთ, მაშინ დაასკვიდით ერთ რამეს, რომ ეპშტეინი დააჭერინა დონალდ ტრამპმა და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება ხალხის მიმართ იყო, რომ ის გაასაჯაროებდა ეპშტეინის ფაილებს და JFK კენედის მკვლელობის ამბავს. აბა იფიქრეთ. კაცო, ნახსენები როგორ არ არის, მაგრამ ნახსენები ცით რამდენი ადამიანი მიხელს, სააკაშვილი ნახსენები, ვიღაცა ქართველი გოგონები ისა ესა, პუტინი, მუტინი, შპუტინი, რა ყველა. მაგრამ ამ 3 მილიონიან ფაილში ნახსენებია დონალდ ტრამპი რაღაცა საქმიან ამბებში და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დონალდ ტრამპსა და ეპშტეინს ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, მერე მოხდა თელი მათ შორის სერიოზული ჩხუბი, ტრამპმა სცემა, ტრამპს ვერ იტანდა ბატონი ეპშტეინი, თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, ვიცით ეს დანარჩენი ამბავი. მეგობრებო, რამე რომ ყოფილიყო დონალდ ტრამპზე ბაიდენის ადმინისტრაცია და საერთოდ დემოკრატები, რომელმაც 94 საქმე აღუძღეს ამ კაცს, შეუცვალეს მოსამართლეები, კონგრესს აიძულეს შეეცვალათ რაღაცა წესები. დედას არ უტირებდნენ ტრამპს, იაზროვნეთ ხალხო, რამე რო ყოფილიყო ტრამპზე, აქამდე დაუდებდნენ, გააცამტვრებდნენ დემოკრატები, დედას უტირებდნენ, რას ველაპარაკებით? 94 საქმე აღეძრა მის წინააღმდეგ. 500 დღეს სასამართლოში, 2 მკვლელობა, იმპიჩმენტი, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოუვიდა დემოკრატებს. აი ხა ის AI-ის ვიდეო, რომელიც რა ქვია, ვრცელდება, ამაზე რა სიტყვით ხალბატონო, რა უნდა ვთქვა შედედამოტყნულო, ის გოგონა არის ივანკა ტრამპი და ეს არის AI-ის მიერ შეტიტყნილი რაღაცა საზიზღარი ვიდეო და უყურეთ და იყავით. ამასობაში JD Vance არის ერევანში, მაგას ვენაცვალე და სომეხი ხალხი ზეიმობს თავის მეგობრობას აზერბაიჯანელ ხალხთან. თქვენ იყავით და უყურეთ კობახიძეს. ახლა კი ორი სიტყვა მინდა ვთქვა მეგობარაკთან დაკავშირებით. იცით, რომ ჰელსინკის კომისია, რომელიც არის ავტორი მეგობარი აქტის, 11 თებერვალს აპირებს ჩანიშნოს სხდომა, სპეციალური სხდომა საქართველოსთან დაკავშირებით და მეგობარი აქტიც იქნება, რა თქმა უნდა, განხილული. ეს არ არის კონგრესის მიერ დამტკიცება. ჩვენ პეტიცია, ისევ ვქენით, ასე ვქენით, პეტიციაზე რაც ხდება ვიცით, რატომღაც ჩვენმა პოლიტიკოსებმა და ხალხმა გადაწყვიტა აქტივისტებმა, რომ ეს არის იაფარულავას თემა და არ ეხებიან ამ თემას. ხალხო, საერთოდ გამომაჩეთ, წადით, თქვენ თვითონ დადექით, დაარიგეთ პეტიციები, ილაპარაკეთ, დაეხმარეთ ხალხს ხელისმოწერა. მე სულ არ მინდა გამოჩენა, მეგობრებო. აგერ ვენაცვალე წავიდნენ აქტივისტები ერევანში და დგანან ეხლა და ითხოვენ JD Vance-ის დასანახად, ითხოვენ, რომ მეგობარ აქტს მალე მოეწეროს ხელი. ჯიგრები ხართ.